საქართველოს მელიორაციამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით საოფლაშვილი დაესწრო. Როგორც აღინიშნა, საქართველოს მელიორაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სარწყავი და სადრენაშო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის, მომსახურების გაუმჯობესებისა და წყლის რესურსების რაციონალური მართვის მიმართულებით, გადავდა ტექნიკური და ადმინისტრაციული ცვლილებები, ჩატარდა რეაბილიტაციისა და გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად განახლდა ტექნიკური ბაზა. მელიორაციის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზე გადასვლის დღეა, იმიტომ რომ თითქმის 13 წლის შემდეგ განახლდა ახალი ლოგო და ახალ ლოგოთან ერთად განისაზღვრა კომპანიის ახალი მიზნები, ის მიზნები, რომელიც აღნიშნულ კომპანიას აქციებს წარმოადგენულ და განვითარებულ მომგებიან კომპანიებს. ხაზგასმით იყო აღნიშნული აზიის განვითარების ბანკის პროექტების მნიშვნელობა, დაგეგმილი რეფორმები, ჩატარებული რეფორმები და სტრატეგიული მიმართულებები. აზიის განვითარების ბანკი მოხარულია მხარი დაუჭიროს მელიორაციის დარგს და ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას საქართველოში.